საღამო მშვიდობისა. დღეს ხუთშაბათია და ჩვენ ტრადიციულად ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში საუბრები მამა პაპურ ბუხართან. ჩვენი გადაცემა აპოლიტიკურია, ამიტომ მე არ მინდა ყურადღება გავამახვილო იმ მოვლენებზე, რაც ამ დღეებში განვითარდა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მინდა სამაგიეროდ მინდა ამაღლებული განწყობა შეგიქმნათ იმითი, რომ ჩვენს ოქროს გოგონებს მიულოცო მსოფლიო ჩემპიონობა ჭადრაკში. ეს მთელი ქვეყნის წარმატება და ღირსებაა აფერում ჩვენს გოგონებს. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ტრადიციის ამ ბოლო დროს დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად ოჯახურ გარემოზე იქნება. სტუმრად მყავს ერთი ინტელიგენტური ქუთაისური ოჯახის მამა და დედა, ბებია და ბაბუა. თქვენ ქუთაისში და არა მარტო ქუთაისში, მთელ საქართველოში მათ ყველა იცნობს და მინდა წარმოგიდგინოთ ისინი. ეს არის აკადემიკოსი ავთანდილ ნიკოლეიშვილი და პროფესორი მანანა ზივზივაძე. ბატონი ავთანდილის სტუმრობა ამ ეთერში არავის არ უკვირს, მაგრამ ქალბატონი მანანა დღეს პირველადაა პირდაპირ ეთერში და ცოტა არ იყოს ნერვიულობს, მაგრამ მე შევეცდები, რომ ეს ნერვიულობა მას მოუხსნა. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო სტუმრებო, დიდი მადლობა მობრძანებისათვის და გადაცემაში მონაწილეობისათვის. მინდა რომ ტრადიციულად ოჯახის უფროსს დაუთმოს სიტყვა, მაპატიებს მანანა რომ ქალს არ ვაძლევ პირველ სიტყვას. ბატონო ავთანდილ, რადგანაც ჩვენ დღეს გულღია საუბარი გვექნება თქვენს ცხოვრებაზე, აი პატარაობიდან მოყოლებული რა გზა განვლეთ და საკმაოდ დიდი გზა გაქვთ განვლილი და როგორ მოხვედით დღევანდელ დღემდე. იქნებ მოკლედ, დანარჩენში შემდეგ მე შეგეხმარებით და მანანა და თქვენ დაიწყეთ თქვენ შესახებ საუბარი. პირველ ყოვლისა მოგესალმებით ქალბატონო თაბილა, მიესალმებით ჩვენს ძვირფას ტელემამულებს და დიდი მადლობა მოწვევისათვის. როგორც თქვენ ბრძანეთ, მე თქვენი ტელევიზიის სტუმარი ხშირად ვარ, ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა თქვენს გადაცემებში, მაგრამ დღეს ჩემთვისაც არის გარკვეული უჩვეულო გარემოში მიწევს ყოფნა, იმიტომ რომ უნდა ვილაპარაკოთ ჩემ ოჯახზე, ჩემს თავზე და შევეცდები, რომ ცოტა თავშეკავებული ვიყო და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გეჩვენება თქვენ, აი ამ აქცენტებზე. ბატონო ავთანდილ, ისეც არაფერს არ შეგეკითხებით უხერხულობაში რომ ჩაგაგდოთ. მაგრამ ხანდახან შეიძლება რაღაცები გათქმევინოთ ერთსაც და მეორესაც. მე ვიცი რომ თქვენ საკმაოდ უცნაური რამ გჭირთ. არ იცით როდის ხართ დაბადებული. რომელ დღეს, რომელ წელს კი? რასთან არის დაკავშირებული ეს? 1958 წელს ვარ დაბადებული. და ერთი კვირის განმავლობაში იხდით ზეიმობთ დაბადების დღეს. სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში, ხო. იმიტომ რომ ჩანიშნული როგორც ჩანს მაშინ არ ყოფილა, რეგისტრაცია არ ხდებოდა, ეს ის პერიოდი იყო და ესე იგი ჩემი დაბადების დღე ამ შემთხვევაში იწყება ფაქტობრივად აგვისტოს 27-დან და გრძელდება სექტემბრამდე. რომელი დღეა ზუსტად არავინ არ იცის და ამიტომ მოძრავი დაბადების დღე მაქვს და რაღაც თქვენ ამბობთ რომ დედა ჩემაო თქვაო სკოლა სანამ დაიწყებოდაო. მანამდეო, მაგრამ არა, აბა როგორ არის მანანა? ჩემი მამა მთელი ამბობდა ესა შენო დაიბადეო დაჩიელეიო რო წაიყვანე სკოლაში მეზობლის ბავშვზე. ხან ამბობდა მარიამობის წინა დღესო, ხან ამბობდა მარიამობის მეორე დღესო. და მე ჩვენო საყვედურეთ კაცო რამდენი გოჭი და საქონელი დაიბადება, ყველა ქონდა მონიშნული კედელზე. ხოდა შვილის დაბადება როგორ არ მონიშნეთ და იმაზე წერდნენ ხოლმე. შვილის დაბადება როგორ არ მონიშნეთ და საყვედურობით ამას ხოლმე და არ გატყდებოდა არაფრით. როგორ არაო, კიო ვიციო, როდესაც დაბადებული მარიამობის მეორე დღეს, არა მარიამობამდე ერთი დღით არა დაჩიელა რომ წაიყვანე სკოლაში. თავარია რომ დაბადებული. სკოლაში წაყვანამდე ერთი კვირით ადრეო. ესე იგი ამ ბოლო დროს ჩემს სტუდიას დაჩემდა ვანელები სტუმრად. ესე კაი დაჩემება. კარგი დაჩემება და ეს დოკიც ვანელი კაცის გამოგზავნილია. მართალია ღვინო აღარ არის შიგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ბუხარის ვანელის აშენებელი ხო არა? არა, ბუხარი არ არის ნამდვილად. და მაშინ ეს დოკი სავსე იყო ღვინით, სამწუხაროდ გარდაიცვალა მისი
გამომგზავნი მე ვერ გავიგე თავის დროზე, თორემ ნამდვილად ავიდოდი სოფელ სალომინაოში. სალომინაო. ჩვენი მეზობელი სოფელია, სალომინაო. თქვენ დაიბადეთ სოფელ გორაში. სოფელ გორაში. დაამთავრეთ გორას საშუალო სკოლა. გორა არის 3, ახლა გორა ზეინდარიო ასეთი ტერმინი არის დამკვიდრებული და ეს განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ადრე ავტობუსები ხომ არ იყო, ჩემი ბავშვობის პერიოდში უფრო ადრეც და ავტობუსი რო დაინიშნა, ემსახურებოდა ის ფაქტობრივად ზეინდარი დიდი სოფელი არის ერთი და გორა არის 3, ზედაგორა, შუაგორა და პედაგორა, ხო? და ამ 4 სოფლის გამაერთიანებელი იყო ეს ავტობუსი და ერქვა გორა ზეინდარი. და ახლა სამწუხაროდ ბევრს გონია რომ გორა ზეინდარი არის ერთი სოფელი. სინამდვილეში 4 სოფელი არის. მე დაბადებული ვარ ზედაგორაში. იქ იყო პატარა სკოლა, 8 წლიანი სკოლა, ახლა ეს სკოლა მერი ვარ იმით რომ ჩემს სახელს ატარებს, ჩემი სახელობის არის. ძალიან კარგი. და აი ეს დავამთავრე. ისე 8 წლიანია თუ ხო, ასე არის 8 წლიანი. და ამ 8 კლასის აქ დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე ქვედაგორას საშუალო სკოლაში. ეს სოფელი ჩემი სოფლიდან დაშორებული არის 6-7 კილომეტრით. ფეხით დავდიოდი. ფეხით დავდიოდი, აბა სად იყო რა. იმიტომ ხართ ასე გავხდარა. დილას ავიდოდი, ახლა საფხურში და კაი ამინდებში სასიამოვნო იყო, მაგრამ თლაც სასიამოვნო არ იყო სამთავში, რომ გავუდგებოდი. მე ერთი ადგილი არის, სადაც სისტემატურად უბერავს ქარი და ახლა ქარში, თოვლში, ყინვაში, მაინც და მაინც დიდ და სასიამოვნო დროს ვერ ვატარებდი, მაგრამ ყოველთვის დილის 9 საათზე ვიყავი სკოლაში მისული და მე შემოყვებოდით იქიდან აღმართი იყო. ქუთაისშიც ფეხით ჩამოხვედით? ქუთაისში ფეხით არ ჩამოსულა, ავტობუსი დადიოდა როგორც გითხარი, მაგრამ რამდენჯერმე ვარ ფეხით ნამყოფი. როცა დიდი თოვლი მოდიოდა სხვათაშორის შეიცვალა ახლა ამინდები, ახლა თოვლი გაიშვიათ და მაგრამ ადრე ჩემი სტუდენტობის პერიოდში მერეც ახლა დიდი თოვლი მოდიოდა ხოლმე და დაიკეტებოდა გზები. ქალაქშიც არა მარტო სოფელში. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ფეხით წავსულა სოფელში და იქიდანაც ფეხით ჩამოსულა. ძალიან კარგი. ქალბატონო ვანანა, თქვენ სად დაიბადეთ და სად სწავლობდით? მე ხა დაგვიანებით კი გამომივიდა, მაგრამ მინდა ისე კვლავ ესე გითხრათ ავთოს მსგავსად ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. თქვენ სწორი ბრძანეთ, დღეს პირველად ვარ პირდაპირ ეთერში და ცოტა არ იყოს ვღელავ. გათამამდა. თანაც ცივი გაზაფხული გვაქვს და ბუხართან დაჯდომა და საუბარი სწორედ ასე მოპრიანი არის. მე ქუთაისელი გოგონა ვარ, ქუთაისში დაბადებული გაზრდილი. ჩემი დედა იყო მე-19 სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, 40 წელზე მეტი იქ ასწავლიდა. მამა ჩემი იყო დასავლეთ საქართველოს ელექტროსამმართველოს უფროსი, მისი დაპროექტებული იყო მთელი რიგი ჰესები დასავლეთ საქართველოში ენერგეტიკაში მუშაობდა. ტრადიცია გააგრძელა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ადრე გარდაიცვალა. მე მხოლოდ 1 წლის ვიყავი, ჩემი ძმა 4 წლის იყო და ჩემმა დედამ ჩვენ ობლობაში გავგზარდა. მაშინ უბნების მიხედვით შევდიოდით სკოლაში, ჩვენ ვიყავით მე-3 სკოლის უბანი, მე და ჩემი ძმა, მაგრამ რადგანაც დედა მე-19 სკოლის მასწავლებელი იყო, ჩვენ ორივე და-ძმანი თავ სკოლაში წაგვიყვანა და იქ სწავლობდით ბოლომდე, პირველი კლასიდან ბოლომდე, იქ 10 წლის განმავლობაში იქ მე-19 სკოლაში სწავლობდი, იქ დავამთავრე საშუალო სკოლა. ძალიან კარგი დირექტორები გვყავდა, ბატონო ვარლამიშვილი, ისაკ ბალანჩივაძე. ესე იგი, მივედით ინსტიტუტის კარებამდე. ერთიც და მეორეც. არჩევანი როგორ გააკეთეთ სპეციალობის? თქვენ მათემატიკოსი ბრძანდებით, თქვენ კიდევ ფილოლოგი. აი, არჩევანი როგორ გააკეთეთ? არჩევანი ასე გავაკეთე. მე ძალიან მიყვარდა ბავშვობიდანვე და ეხლა და ძალიან მიყვარს ლიტერატურა, მუსიკა, ხელოვნება და მთელი არსებით აი ვილტყოდი ამისკენ. მაგრამ ჩემმა დედამ ასე იმსჯელა. თვითონ ფიზიკოსი იყო. აი განათლება ესე იყო საბჭოთა კავშირის დროს. ახლა ლიტერატურაო, კითხვაო, ესაო, ისე ყველამ უნდაო ისედაცო იცოდეს. აი ფიზიკა და მათემატიკა სულ სხვა რამეო და გადაწყვიტეს რომ მესწავლა მათემატიკურზე, ჩამებარებინა და გავხდარიყავი მათემატიკოსი და რატომღაც მაშინ არ მქონდა ეს დიდი წინააღმდეგობის გაწევის ძალა უნარი ალბათ არც იყო მორჩილებას. არც მქონდა ალბათ ეს ჩამოყალიბებული ახლა როგორც
ახლანდელ თაობას უფრო მეტად აქვს ეს გაზრებული და გაცნობიერებული და ჩვენ მორჩილი შვილები ვიყავით, რასაც გვეტყოდნენ უფროსები, იმას მაგრამ არ გინანიათ, რომ მათემატიკური დაამთავროთ. არ მინანია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ბევრად უკეთესი უფრო ჩემს სულიერ სამყაროსთან ის უფრო მოვიდოდა თუ კი ამიტომ გაგიცოლათ ფილოლოგს. ხო? ახლა ვარუნავთანდილ, თქვენგან არ მიყვირს ფილოლოგობა რო აირჩიეთ, იმიტომ რომ მე მგონი სკოლის მერხიდან წერდით ლექსებს. მე მესამე კლასიდან რამდენადაც მახსოვს უკვე წერდი ლექსებს, ახლა რა ლექსები იქნებოდა ამას თვითონ მივხვდებით თქვენ, მაგრამ ეს ინტერესი მქონდა თავიდან. სხვადასხვა ახლაც არის ჩემს პირად არქივში ბლოკნოტები, რომელშიც ჩანაწერები მაქვს და ძალიან დიდი რაოდენობა არის იმ პერიოდში დაწერილი ლექსებისა და ესე იგი ვიყავი მე-9 კლასის მოსწავლე, როდესაც მამაჩემმა ჩამომიყვანა ქუთაისში, აქ წერალთა ორგანიზაცია იყო, დავით კიცალიძე ხელმძღვანელობდა მას, მიმიყვანა და ბატონი დავითი დაინტერესდა ამ ჩემი ლექსებით და მე მადლობით მინდა მოვიხსენო მისი სახელი, მან დიდი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემი ესე იგი პროფესიული ინტერესების განსაზღვრისა და წერლად ჩამოყალიბების საქმეში. და პირველი ლექსი სად დაიბეჭდა? პირველი ლექსი დაიბეჭდა 1968 წელს. გამოდიოდა ალმანახი რიონი, ეხსოვება ალბათ ლიტერატურული ქუთაისის ლიტერატურული საზოგადოებისთვის ცნობილი არის და აი ამ ალმანახში დაიბეჭდა ჩემი ორი ლექსი. ერთი იყო ახლაც მახსოვს ნაკადრული და ძალიან გახმაურდა მაშინ აი ეს ლექსი და ხომ არ გახსოვს პირად? არა, იქ ახლა ისეთი სტრიქონები თანაც ბავშვური ნაზრები და იმ დროიდან მოყოლებული მე საქართველოს ჩანი წერალთა ორგანიზაციის ხშირი სტუმარი ვიყავი, ჩამოვდიოდი, ჩამომქონდა ლექსები, ეს ჩემი მეგობრები, ვინც ახლა თანამედროვე თქვა ჩვენი დღევანდელი ქუთაისის ლიტერატურულ ცხოვრებას წარმოაჩენს, სწორედ მაშინ გავიცანით, დავახლოვდით, დავმეგობრდით და გადაწყვეტილებაც მაშინ მივიღე იმის თაობაზე, რომ სწავლას გავაგრძელებდი ფილოლოგიის სპეციალობაზე. მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩვენთან მაშინ პედაგოგიური ინსტიტუტი იყო, უნივერსიტეტი არ იყო და სპეციალობები იყო გაერთიანებული, ისტორია, ქართული ენა, ლიტერატურა, ხო, მე კიდევ სწავლობდი ქართული ენა, ლიტერატურა უცხო ენაზე. ხო, ეს და სხვადასხვა კარგი იყო, ახლა მაშინ არ ქონდა ისე გაცნობიერებული და ახლა ძალიან მადლობელი ვარ იმის გამო, რომ ასეთი ორმაგი სპეციალობა იყო. სწავლა არ დამალავდა თბილისის უნივერსიტეტში მინდოდა ფილოლოგიის სპეციალობაზე, ეს გადაწყვეტილება მქონდა მიღებული, მაგრამ ახლა ოჯახს არ ქონდა ამის ეკონომიკური შესაძლებლობები და ამის გამო ჩავაბარე ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პირველივე წელიწადს სკოლა ოქროს მედალზე მქონდა დამთავრებული და ამიტომ აი მე პრობლემა ჩაბარების დროს არ ყოფილა. ერთი საგნით. არა, ერთით არა, ყველა საგანი, იმიტომ რომ ხუთიანი უნდა მიგეღო წერაში და ახლა მაშინ ასეთი სამწუხაროდ ასეთი ტრადიცია იყო დამკვიდრებული, რომ ესე იგი ხუთიანი არ იწერებაო, აი რატომღაც ასე იყო და ეს. ძალიან გამიმართლა იმ თვალსაზრისით, რომ ჩემს კურსზე 21 ვსწავლობდით ჩვენ და ჩემს კურსზე აი ძალიან ესეთი ლიტერატურით გატაცებული და დაინტერესებული პიროვნებები იყვნენ. აი მაგალითად გავიხსენებ ერთ ბატონ თებურლანჩავას, ჩვენ თანაკურსელები ვართ, იქიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა, რომელიც ნათელ მირონობაში გადაიზარდა. და არა მარტო თემური, მე მახსოვს რომ ძალიან არა, რა თქმა უნდა, არა, ერთი ეს დამასახელი ჯემსი კაპულაძე იყო ჩვენთან კიდევ ქეთევან დეკანოზიშვილი იყო, იზო რუსაძე, ახლა ვინმე არ გამორჩეს, ბევრი ძალიან ახლა ისეთი პიროვნებები არიან, რომლებიც დღესაც უნივერსიტეტში და მის გარეთ აქტიურ სამეცნიერო და შემოქმედებით საქმიანობას ეწევიან და აი სწავლის პერიოდში ჩვენ შევეცადეთ ისეთი რაღაცები გაგვეკეთებინა, რაც ამ ჩვენ შემოქმედებით ინტერესებს, შესაძლებლობებს უფრო ფართოდ წარმოაჩენდა. ჩვენ გაგვიმართლა იმ თვალსაზრისითაც, რომ მაშინ ჩვენს ინსტიტუტში ბევრი ისეთი ცნობილი და ხისეული მასალებელი იყო, აი ამ არ შემიძლია არ გავიხსენო, ბატონი ლევან სანიკიძე, დავით ბრეგაძე, ბატონი კოსტა მეძველია, რომელიც რექტორი იყო, ქალბატონი ეთერი, რომელიც ჩვენ გვასწავლიდა აი ანტიკურ ლიტერატურას და სულ სხვა ახლა ლიტერატურას ვიცნობდით, მაგრამ ის სამყარო ჩვენთვის მაშინ უცნობი იყო და ამ სამყაროში შეგვიყვანა და მე გავიხსენებ ახლა თქვენ დავით მაჭავარიანი, ესენი ბევრი ის იყო და ქეთევან ძოწენიძე თქვენ დროს იყო და მე რომ მოვედი უკვე პოლიკარპე ჯაჯანიძე და რა ვიცი ბევრი ახლა არ გამომრჩას ვინმე ესა ოთარდეისაძე თქვენ ახლა არიცით და ერთ რაღაცას გეტყვით ახლა ეს სიახლე იქნება თქვენთვის ესე იგი ქალბატონი ეთერ მეძველია მიუხედავად იმისა რომ ის იყო ანტიკური ლიტერატურის ძალიან აღიარებული სპეციალისტი ის ძალიან
ხშირად აქვეყნებდა წერილებს აი თანამედროვე მიმდინარე ლიტერატურაზე. და ვინ გითხრათ თუ არ ვიცი. არა, რასაც ახლა გეტყვით ის არ გესადინება. და გამოდიოდა კრიტიკოსის როლში. და მას ჰქონდა ერთი წერილი, მე სტუდენტი ვიყავი, გამოქვეყნებული, სადაც ჩემი ლექსებიც იყო მოხსენიებული კი არა, აი გარკვეულად განხილული და ესეც საინტერესო ფაქტი არის და ჩვენ მაშინ სწავლის პერიოდში ჩამოვაყალიბეთ ახალგაზრდა მწერალთა წრე და ხელნაწერი გაზეთიც გამოვეცით, ფაზისი ერქვა აი ამ გაზეთს, ესე იგი ისეთი ეროვნული სულისკვეთებით გამშვალული გაზეთი იყო, რომ ეთყობა ამ ეროვნულმა სულისკვეთებამ და ამ ამბებმა სათანადო ორგანოები, რომელიც ჩვენ დააინტერესა და ერთ დღეს მოვდივართ, ჩვენ ეს ნომრებით ჩანახული ქონდა იქ კათედრაზე ერთი მაგიდა ქონდა გამოყოფილი, იქ ქონდა შენახული აი ეს ყველაფერი და მოვდივართ ერთ დღეს და არც ეს გაზეთი დახვდა თავის ჩარჩოიანად ჩამოხსნილი იყო და წაღებული სადღაც ეს ნომრები რომლებიც მანამდე ქონდა ეს შენახული ესენიც არის ესენის გაქრა ეძებეთ ბევრი ეხეთ ერთი ამბები მაგრამ ვერსად მის ხვალს ვერ მივაგენია გავიდა მე ბევრს ვლაპარაკობ აი გავიდა მე თქვენ ამისთვის ხართ ხო არა ამ საკითხებზე ხო ვლაპარაკობ ბევრსა გავიდა მე რამდენიმე დღე და ერთი პიროვნება მის გვარს არ დავასახელებ ის ცნობილი ადამიანი იყო მაგრამ ეთყობა იზოლებული გახადეს მოდის და მეუბნება მე რომ ახლა ჩვენო გინდა რაღაცა რომ აი ამ ესე ლიტერატურის საღამო გავმართოთ შეხვედრა მოგიწყოთ თქვენ გამოვაქვეყნოთ თქვენი ლექსებიო და მოდიო ისეთიო ლექსებიო მომიტანეო შენ უთხარი ახლა შენ მეგობრებსაც ამ წრეში ვინც არიან გაერთიანებული რომლებიც უფრო აი პატრიოტულ თემაზე საქართველოსადმი იქნება მიწვნილია გავიხარდა ახლა ჩვენ ამისანა ლექსები იყო ჩვენი ძირითადი ინტერესის საგანი მოვაგროვეთ მივიტანეთ და აი დამთავრდა ახლა ველოდებით დაიბეჭდება სადღაც გამოჩნდება გავიდა კიდევ გარკვეული დრო და მიბარებენ აი ეგეთ გაყოფილებაში ჩვენ ქუჩაზე საპირისპირო მხარეს რო არის ხო და ესე იგი ეს ჩვენი გაზეთი აქედან წაღებული იქ დავხვდა ეს ჩვენი ლექსები რომლის დაბეჭდასაც ველოდებოდით იქ იყო და იმ პიროვნებამ რომელიც ახლა განაცვლილია ახსა განმარტება დამაწერინა თქვენ თურმე რაღაც ლიტერატურული ჯგუფი ჩამოგიყალიბებია თურმე იქ ასეთ რაღაცებს ლაპარაკობთ ამისანა რამეები გაქვთ თურმე და ესე იგი ბოდიში უნდა მოგვეხადა რომ არ უნდა დაგვეწერა ამისანა რამე არცა და ესე იგი ცისფერყანწელებთან ესე იგი ჩვენ რო ვიყავით დაინტერესებული მართლა წერა თუ აგიგზავნეს მადლობელი უნდა ყოფილიყავით საერთაშორისო ვერ მოვიცალე და ერთი ძალიან დიდი სურვილი მაქვს მივიდე და იქ არქივში იქნება შენახული ეს მასალები და ის რაც მაშინ დავწერე და უნდა ვნახო ერთი ამბით დავინტერესდა აი ესეთი ვითარება იყო ასეთ პირობებში ვიცი მე ძალიან კარგად მახსოვს თქვენი ჯგუფი იმიტომ რომ მე რომ მოვედი პირველ კურსზე თქვენ უკვე ამთავრებდით და ხუხდა ეს თქვენი ჯგუფი და თქვენთან სხვათა შორის მეგობრობდნენ არა მარტო თქვენი თანაკურსელები, არამედ თითქმის ყველა პოეტი მეგობრობდა, ვინც კი იყო ამ ქალაქში, მახსოვს რომ ერთად კი ირაკლი ბაზაძე და ბევრი ვინმე და აი ერთად მოდიოდით ხოლმე და ჩვენ თვალყურს გადევნებდით მერე მოსულები და აგერ მანანამ ისე კარგად მოგადევნა თვალყური რომ აბა როგორ გაიცანით ერთმანეთი ძალიან მაინტერესებს მე მოყვანე შენ მოყვანე ამისანა თემები შენი საკუთრება ხო ჩვენი გაცნობა ასეთნაირად მოხდა ჩემს მეზობლად ცხოვრობდა სააკაშვილების ოჯახი ეს იყო ცნობილი კათოლიკე მღვდელმთავარი დამიანე სააკაშვილის შთამომავალთა ოჯახი ოცხელების შთამომავლები და ამ ოჯახის დიასახლისი იყო ავთოს ნათესავი და მოხდა ისე რომ დედაჩემი მიწვიეს იმ ოჯახში სტუმრად ამავე დროს იმ ოჯახში სტუმრად აღმოჩნდა ახალგაზრდა პოეტი იმ დროისათვის მაგრამ უკვე ცნობილი ბატონი ავთანდილ ნიკოლაიშვილი თავის მეგობართან ერთად ეს მეგობარი ბატონი ოთარ ჭუმბურიძე გახლდათ
სუფრაზე ერთმანეთი კარგად გაიცნეს, ითქვა ლამაზი სადღეგრძელოები, ლექსები და დედაჩემი მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკოსი იყო, თავისი თამადობით და სადღეგრძელოებით. დედაჩემი მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკოსი იყო, ძალიან მოყვარული იყო პოეზიის, ხელოვნების, ლიტერატურის, ლექსების და ძალიან ესიამოვნათ ერთად ყოფნა საუბარი. მახსოვს შტაბეჭდილება დედა რომ დაბრუნდა სახლში და მითხრა რომ ძალიან კარგი ახალგაზრდა ყმაწვილი გაიცნო. თავის მხრივ ეს ახალგაზრდა ყმაწვილიც დაინტერესებულა ამ ქალბატონის ქალიშვილით და ბატონმა უთარმა გამოიჩინა ინიციატივა და გაუკეთა ორგანიზაცია ჩვენს გაცნობას და შეხვედრას. ეს მოხდა უნივერსიტეტში და აქედან დაიწყო ყველაფერი, ის ლამაზი შეხვედრები, ლამაზი ურთიერთობა, ლექსები თავიდან ბატონ ოთარს მოჰქონდა ჩემამდე, შემდეგ კი თავად ავთანდილი გადმომცემდა ხოლმე და ამ ლექსებს ველოდი არა მარტო მე, არამედ მთელი ჩემი კურსი ყველანი, იმიტომ ეს რაღაც უჩვეულო რამ იყო. რასაკვირველია მახსოვს, ეს იმ პერიოდში ძალიან ბევრი ლექსი დაიწერა და მე ვამაყობ რომ ადრესატი მე ვარ ამ ლექსებისა. ერთი ლექსი მიყვარს გამორჩეულად და წავიკითხა, მაინც მე შინიახია, ის არის პირდაპირ ეთერი არ შემეშალოს. იქნება ყოველი სიცრუეა ბოლოს და ბოლოს, ან გასართობად მოგონილი ზღაპარი მხოლოდ. იქნება ეს დარდი, ეს წუხილი, ეს აღმაფრენა, საჭირო იყო ჩვენივე თავის აღმოსაჩენად. ვინ იცის, შენ კვლავ მომანათებს სევდიან თვალებს, იმედს და ტკივილს, ისევ მრავალს მოიტანს ხვალე, მაგრამ თუ ქვეყნად ზღაპარია ყოველი მხოლოდ. კურთხეულ კონდეს, კურთხეული, ამ ზღაპარს ბოლო. ეს ლექსია. ბატონი ავთანდილი თვითონაც გიკითხავდათ ალბათ ლექსებს პაემანზე. აი ახლა რა მინდა რომ გითხრათ, იცით, ძალიან მოტყუებული აღმოჩნდი ქალბატონო თამილა. იმიტომ რომ მე წავყევი პოეტ ავთანდილ ნიკოლეიშვილს, ძალიან რომანტიულ, ძალიან პოეტს, მაგრამ ხელში დამჭირდა ავთანდილი. არა, მეცნიერი კი არა, ხელში შემხვდა დაუნდობელი კრიტიკოსი. ესე იგი, სულ ვიძახი, რომ პროზის გამოტოვებით პირდაპირ პოეზიიდან გადახდა კრიტიკაში. და ეს მოხდა დაქორწინებიდან იქვე რა, მალევე. ესე იგი, რომ თავის მიზანს მიაღწია, პოეზია დაივიწყა. პოეზია დაივიწყა და აი პროზაც კი აღარ გამოტოვა პროზა და პოეზიიდან პირდაპირ კრიტიკაში პირდაპირ კრიტიკოსობა დაიწყო. კრიტიკული წერილებია. სულ კრიტიკაში კრიტიკა და არა, საინტერესოა არა მარტო საკუთარი ლექსების სხვებისთვის გაცნობა, არამედ სხვისი ლექსების გაცნობაც. რასაკვირველია. მე მახსოვს რომ საკანდიდატო დისერტაცია თქვენი იყო სიმონ ჩიქოვანზე და სადოქტორო დისერტაცია ქართული საბჭოთა პოეზია. ქართული ლირიკა. გასული საუკუნის 60-80-იანი. აი რა მინდა რომ გკითხოთ ბატონ ავთანდილ, იმ გადასახედიდან როგორც უყურებდით მაშინდელ მწერლებს და რასაც წერდით, დღეს როგორ მოგწონთ ან ის პოეზია ან თქვენი კრიტიკული წერილები მაშინდელს გულისხმობ. კი ბატონო. თუ მოხდა გადაფასება, რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა და გადაფასდა, მაგრამ ეს გადაფასება არ შეხებია არსებითად იმ საგანძურს, რომელიც ჩვენმა ლიტერატურამ, ჩვენმა მწერლობამ შექმნა. კლასიკური. რა თქმა უნდა, კლასიკურ მწერლობას არ შეხებია. მე ახლა თავის ქებად და წავახად თუ არ ჩამომეთვლება, ვიტყვი იმას, რომ იმ პროცესებს, რომელიც ჩვენთან შემდგომში განვითარდა, მე ადრე ავუღიალღო და შევეცადე, რომ აქტიურად ჩავთვლილიყავი აი ლიტერატურულ შეხედულებათა და ფასეულობათა გადაფასების პროცესში და ახლებური თვალთახედით დამენახა და გამიაზრებინა ჩვენი მწერლობის და არა სოციალისტური რეალიზმის მეთოდით. ახლა ამ აუცილებლობას განსაკუთრებით აძლიერებდა ის ფაქტი, რომ ჩემი კვლევის სფერო იყო ეგრეთ წოდებული საბჭოთა პერიოდის ლიტერატურა. აი ხანად მოღვაწე მწერლების შემოქმედება და ამან ყველაფერმა შემდეგ თავი მოიყარა ჩემს წიგნში, რომელიც 1994 წელს გამოვიდა. ეს იყო მრავალტომად ჩაფიქრებული მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის ნარკვევების პირველი ტომი. აქ იყო ფაქტობრივად ახლებური თვალთახედვით სრულად დეიდეოლოგიზებული ფორმით და ამ იდეოლოგიზაციაში საბჭოთა პერიოდის იდეოლოგიურ ნორმებს გულისხმობ საბჭოთა პერიოდში მოღვაწე მწერლების შემოქმედება
და მე აი ვამბობ ახლა იმას, რომ დღესაც ყველა იმ დებულებას, რასაც მაქვს გამოთქმული და ჩამოყალიბებული და იმ კრიტერიუმებს, რომლითაც ვაფასებდი აი ამ წერილების შემოქმედებას, ძალიანად ვიზიარებ და იმაჩნია, რომ დღესაც ამ შემთხვევაში სწორი ხედვა გქონდათ თავიდანვე. მაყურებელი გვეხმიან. გისმენთ. ცოტა ხმამაღლა ისაუბრეთ. მოგესალმებით. ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა, მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე, როცა ამ სასწავლო რომ მომეცემა. მინდა ბატონ ალხანძრის მიმართო, ბატონ ალხანძრის ძალიან დიდი პატივისცემას გამოხატავს მიმართო მოხარული ვარ, რომ თქვენი ოჯახის გარშემო თქვენი მეუღლე ამ ტელევიზიის სასწავლებით მოსახლეობა. მე მინდა ერთი გადაცემა საჭიროა გადაცემა გახსენებთ. ძალიან ახლოს ტელევიზიის საუბრობთ აუკლარდისის შესახებ თურქეთის მხოლოდ ქართველებს. მაშინ მეცენ დადივეკეთ სენატის რაიონის სოფელ მოქალაქეიდან პედაგოგიკა ვარ ქართული ლიტერატურის სენატის დიდი მადლობა. არა მეცემასინ დამტեսით რომ ეს სწავლეს შეხვედრები. მე ვეღარ დაგიკარგები თუმცა რაღაცნაირად ეხლა მაინტერესებს საჭიროა რომ გავხსენ ამის რო საჭიროა დაგწარდეთ. მოკლედ მინდა გითხრათ რომ მე ძალიან მინდა შემოსწავლება ბევრი ისინი თურქეთის მხოლოდ ქართველები და საერთოდ მაქვს ძალიან დიდი სურვილი იმიტომ რომ დავშეს აუკლარდეთი ვანახო და პროექტსაც ვამხნევთ ამასთან დაკავშირებით მინდა რომ სამი რომელიმე ორგანიზაციას მიმართოთ რომ რაღაცა ხელისუფლებას შეგოწინო რადგანაც სოფელში გავშეს არა აქვს იმენი საშუალება რომ თვითონ თავი დაიფინანსებდა რაღაც დახმარებას ამასთან დაკავშირებით იყოს ხოთი მე მინდა თქვენ თან ბავშვების შეხვედრა რომ დაესაუბროთ მაგრამ დიდი მადლობა დიდი მადლობა რებ ქართველებზე ძალიან დიდი წვლილია ეს თემა დიდი მადლობა აი ამიტომ მაპატიეთ დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის ძალიან საინტერესო არის საკითხი რასაც თქვენ სვამთ და მე მიხარია ის რომ მოსავლეებში ასეთი სულისკვეთება არის ასეთი დიდი ინტერესი არის მე თვითონ ჩემი მრავალმხრივი და მრავალფეროვანი სამეცნიერო და შემოქმედებითი კვლევაძიების ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად მაქვს დამკვიდრებული თურქეთელ ქართველთა შესახებ მასალების მოძიება, კვლევა, შესწავლა. აი ქალბატონ თამართან და თამილასთან და ბატონ ტარიელ თუთკარაძესთან ერთად ჩვენ პროექტიც ჰქონდა შედგენილი 2009 წელს და მაშინ ძალიან საინტერესო მოგზაურობა გამოგვივიდა და ეს ყველაფერი აისახა იმ სერიალში, რომელიც ქალბატონო თამილა თქვენ და თქვენმა ტელევიზიამ მოამზადა და დღემდე გადის და ერთად ძალიან დიდი ინტერესის საგანი არის. ამ მიმართულებით კვლევას, მუშაობას მე განვაგრძობ. სხვათა შორის გეტყვით იმას, რომ გარდა იმისა, რომ მე რამდენიმე წიგნი მაქვს გამოცემული ამასთან დაკავშირებით, აი თურქული დღიურები, მე ქართველების სტამბოლსა და თურქეთში, ქართული კულტურის ცენტრი სტამბოლში არსებობდა ქართული სავანი, აი ამის შესახებ მონოგრაფია და ახლა ჟურნალ განთიაჩი უკვე მესამე წელიწადია გაგრძელებებით იბეჭდება ჩემი მონოგრაფია ქართულენოვანი ფოლკლორი და მწერლობა თურქეთში. და აი საინტერესო არის იმ თვალსაზრისით, რომ თურქეთში ცხოვრები ჩვენი თანამემამულეების შემოქმედთა ერთი ნაწილი ამ ბოლო დროს ქართულ ენაზე წერს თავის ნაწარმოებებს, რამ განაპირობა ეს ფაქტი, რა არის მათი ეროვნული ინტერესების საგანი, მათი ფოლკლორი, როგორი არის, აი ამის შესახებ არის ყურადღება გამახვილებული. უნდა შეგაწყვეტინოთ, დიდი ხანია მაყურებელი გველოდება და შემდეგ გავაგრძელოთ. გისმენთ? ცოტა ხმამაღლა ისაუბრეთ. მოგესალმებით, ხმამაღლა ყველას ვუყურებ, გაგაგონეთ. აი ასე გამაგონეთ. გისმენთ ბატონო ოთარ. მოგესალმებით, ძალიან კარგი ლამაზი ხალხს, ლამაზი გადაცემა და მადლობელი ვარ ჩემი მანხსენებისათვის და თუკის საშუალება არის ერთწუთიანი მანანამო ასვა ლექსი, რომელიც ავტო გამატანა ერთხელ მანანამო ძალიან ლამაზი. გისმენთ, ძალიან საინტერესო. ეს თავილა თუ მომხსენდება. კარგად ნება. ეს ვარო თქვა. კი ბატონო გისმენთ. შენი ჩუმის თორნით და ჩამოშლილი თმებით გამოდიხარ ხსოვნიდან დაკვლავ მენატრევი თეთრი ლამპის პრიალოს გონ გაცლილი ვდებით დაკვლავ დავხეტიალებ გათებილი გზებით შენ კი რაშორს ასულხარ სულ სხვა საპატარძლოს ვასტუ დევმა გნახოს და ცხრამთას გაგიტაცოს ნისლიანი ფიქრები ჩამოშლილი თმები ნეტავ გამაგებინა სულ არ გენატრევი? აი ასეთი ლექსი გამაგებინა. პასუხი რა გაგატანათ ქალბატონმა მანამ? მოგესალმებით, მაგრამ ანა ისინა ბევრი და წეიღო შეიხუტა ეს ლექსი გულში და მე ახლაცა გონია შენახული. ჯერ ლექსი ჩაიხუტა და მე ლექსის პატრონი. წარმატებები
დიდი მადლობა ბატონო ოთარ. მადლობა ოთარი, მადლობა გენაცვალე. უღრმესი მადლობა ბატონო ოთარ. ეს იქ ოთარ მაჭანკლის როლსაც ჩვენი უღალატო მეგობარი დღემდე მოყვება ასე და მოდი შეხება მე არ შემიძლია რომ აი დიდი მადლიერება არ გამოვხატო იმ ქალბატონისადმი რომელიც ამ შემეხმიანა და მე მინდა მას უთხრა რომ აი მე მზადა ვარ აი ამ ბავშვებს შევხვდე ნებისმიერ დროს თუ ამ ბავშვებს თქვა ქუთაისში ჩამოიყვანს აქ თუ საჭიროდ ჩათვლის იქაც ჩავალ იმიტომ რომ ეს ისეთი საქმეა აუცილებლად უნდა დაუჭიროთ ხარი და შევეცადოთ ამ ბავშვებს ეს სულისკვეთება უფრო მეტად განუვითაროთ და გაუძლიეროთ და რაც შეეხება იმას რომ ისინი ესე იგი უნდა წავიდნენ ტაო-კლარჯეთში ნახონ აი ჩვენი ისტორიული ადგილები ამას არ ჭირდება ახლა ამ შემთხვევაში ზედმეტი ლაპარაკი რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მათი ეროვნული ცნობიერების გასავითარებლად და გასახვევად. მართლაც ძალიან კარგი ინიციატივა იქნება და ალბათ უფრო კარგი იქნება თუ იქ მიგიწვევენ სკოლაში და ბევრ ბავშვს ექნება ეს შესაძლებლობა თქვენთან გასულ. სხვადასხვაობით ჩვენ რო ვიყავით წასული დიდი ჯგუფი იყო ქალბატონმა თამილა თქვენ კარგად გახსოვთ ჩვენ მოვიარეთ მთელი თურქეთი მაგრამ მაინც დაგვჭა რომ მაინც დაგვჭა და ახლა გეგმები გვაქვს ბატონი ოთარი იყო ჩვენთან ერთად ჭუმბურიძე ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა განსაკუთრებით მინდა გამოვყო მე ის შეხვედრები რომელიც ჩვენ ქონდა ინეგოლში და მის მიმდებარე სოფლებში სტამბოლში აი ქართული სოფლები ვნახეთ და ძალიან კარგი იქნება ჩვენ საცივიც კი ვჯამეთ კი ბატონო და ჩვენ გვაქვს კიდე ცოტა განსხვავებული იყო ჩვენი საცივისაგან მაგრამ მაინც მე არ მიჭამია და ვინც ჭამა თქვენ იდეა გვაქვს კიდე ჩვენ ახლა გარკვეული დრო გავიდა მის მერე და რა შეიცვალა ორი რამ შეიცვალა როგორ აი პარალელის გავლება მაშინდელ სიტუაციასთან ახლა კარგი იქნება დელეგაცია რო გაემგზავროს კიდე არ იქნება თქვენს გაკეთებულ საცილს ვერ აჯობებდა ქალბატონო თამილა ალბათ არ მიჭამია მე დიდო სტატია არის საცილის არა ხო უნდა მიპატიჟებთ საქართველოს საცილს არა მე ფაქტი აღნიშნე ხო მადლობა დიდი ბატონთან პოეზია და ისა კრიტიკა გასაგებია თქვენ საკმაოდ ბევრი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ხართ და საკმაოდ სოლიდური ნაშრომებისა, რომელიც ცნობილია ქართულ სამეცნიერო წრეებში, ხართ რამდენიმე აკადემიის აკადემიკოსი, მათ შორის ამერიკის ერთ-ერთი საერთაშორისო უნივერსიტეტისა. აი იქ როგორ მოხვდით იმ აკადემიაში, უნივერსიტეტში? სხვათა შორის, გარდა მე ახლა ძირითადად ქართველოლოგი ვარ, ქართველოლოგიურ პრობლემებს ვიკვლევ და ჩემი წიგნების უდიდესი ნაწილი ქართველოლოგიური პრობლემებისადმი არის მისვლელი, მაგრამ ამის გარდა და ქართულ ენაზეა ბუნებრივია ეს ყველაფერი გამოქვეყნებული და ახლა რეზიუმეები ერთვის ინგლისურ ენაზე ძირითადად და ამის მეშვეობით დაინტერესებული პირები ეცნობიან. სხვათა შორის, რომ ჩავთვალე ის, რომ ამ ჩემს ნაშრომებს ახლა რასაც მე ქართველოლოგიურ პრობლემებზე საკითხებზე წერ, თქვა უცხოელები ნაკლებად წაიკითხავენ, ნაკლებად დაინტერესდებიან, თათასი არ აღმოჩნდა. სულ ახლახან მოხდა ასეთი ფაქტი. ალექსანდრე ჭეიშვილი იყო ასეთი მწერალი, რომელიც წავიდა გერმანიაში, ემიგრაციაში, საბჭოთა პერიოდში, ეს მოხდა 1958 წელს. ეს ალექსანდრე ჭეიშვილი გახლდათ ფართოდ გახმაურებული რომანის ლელოს ავტორი. ლელო იგივე პრობლემატიკას შეეხებოდა, რასაც ლეო ქიაჩელის გვადივიგვა და კონსტანტინე ლორთქიფანიძის კოლხეთის სისკარი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სკოლაშიც ისწავლებოდა ჩვენთან. აღიარებული იყო ეს მწერალი, მაგრამ რა მოხდა, რატომ მოხდა და როგორ მოხდა ეს ძნელად ასახსნელი ამბავი იყო, მაგრამ მე ჩემი მიერ მოპოვებული საარქივო დოკუმენტების მეშვეობით გავარკვიე, რომ ალექსანდრე ჭეიშვილის წასვლა ემიგრაციაში, გერმანიაში წავიდა. მაშინ გერმანია მოგესალმება თორად იყო გაყოფილი და ფედერაციულ გერმანიაში წავიდა. მისი ნებით, საკუთარი ნებით არ მომხდარა. ის გააგზავნეს ფაქტობრივად აქედან სპეც სამსახურებმა და ეს დასტურდება იმ წერილებით, რომელსაც ის იგზავნიდა შავანაძიდან მოყოლებული, აი თვითონ ცენტრალური კომიტეტის პირველ პირებს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო ირაკლი ებაშიძემას და აი და ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა იმას, რომ თუ მის ოჯახს რაიმე დაჭირდებოდა მატერიალურად, ეკონომიკურად ესა შეეძლო მიემართა აი ამ პიროვნებებისათვის და ისინი დახმარებას აღმოუჩნდნენ და მისი ნაწარმოებებიც იბეჭდებოდა აქ ყოფნის პერიოდში, ასე იგი შეუზღუდველად და ჰონორარსაც ღებულობდა. ხო და ახლა აი ეს კაცი გერმანიის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობდა, ფეხი ფაქტობრივად ვერ მოიკიდა ვერსად, ის 1962 წელს გარდაიცვალა და აი ეს წერილი გამოქვეყნდა ჟურნალი ქართველოლოგი გამოდის, ორენოვანი გამოცემაა, ქართულად და ინგლისურად,
ბატონი ელგუჯა ხინთივიძე არის აი ამ ჟურნალის რედაქტორი და იქ დაიბეჭდა საკმაოდ ვრცელი წერილი იყო ინგლისურად იყო. მომივიდა იქიდან წერილი, ესე იგი რაუხი გახლავთ გვარი, ეს არის იქ ესე იგი ერთ-ერთი გერმანული ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი და თურმე აღმოჩნდა, რომ ეს პიროვნება იცნობდა აი ამ წერას, ალექსანდრე ჭეიშვილს. მასთან ქონია ურთიერთობა, მე მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, სტუდენტიო, მასთან ერთად რამდენჯერმე ყოფილი ვარ კაფეში, დამილევია ყავა, ვისაუბრია ლიტერატურაზე და ის იმდენად დაინტერესდა ამ ჩემი წერილის გამოქვეყნების შემდეგ, მისი ამბით, რომ მოუძიებია ის პიროვნება, რომლის ოჯახშიც უნდა ინახებოდეს ალექსანდრე ჭეიშვილის არქივი გერმანიაში. და ახლა მე მიმოწერა მაქვს მასთან და მინდა რომ როგორმე დავუკავშირდე, შევხვდე ეს არქივი იქნებ მოვიძიოთ, ჩამოვიტანოთ ალექსანდრე ჭეიშვილის ესე იგი ეს პირადი წერილები, რაც აქ იგზავნებოდა, ну გასაგებია ახლა როგორი შინაარსიც ექნებოდა მას, ახლა იდეოლოგიზებული იყო აქ, მას სპეცსამსახურები შეამოწმებდნენ, ბუნებრივია ვიდრე ადრესატამდე მივიდოდა, მაგრამ მას კავშირი ჰქონდა აგრეთვე არგენტინაში მცხოვრებ ჭეიშვილებთან და იმათაც უგზავნიდა წერილებს და ის წერილები უკვე ამ შეზღუდვისაგან თავისუფალი არის და იქ აღნიშნული აქვს, რომ მეო ჩემი ნაწარმოებებიო, რაც საბჭოთა კავშირში ქონდა დაწერილი და გამოქვეყნებულიო, გადავამუშავე, შევცვალე ბევრი რამ, აქაურ გამომცემლებებთან მაქვს კავშირი ურთიერთობა დამყარებული, ხელშეკრულება რომ გამოვცე ეს ნაწარმოებებიო და ესენი ყველაფერი იქნება ალბათ და ამას მოძიება ჭირდება და ის გული შეტევით გარდაიცვალა. ცოტა ხნით უნდა შეგასვენოთ, რეკლამაზე უნდა გავედეთ და შემდეგ გავაკეთოთ საუბარი. Liberty Bank გთავაზობთ სალომბარდე სესხს ყველაზე მაღალი შეფასებით და ყველაზე დაბალი საპროცენტო სარგებლით საქართველოში. ინფორმაციისთვის დარეგეთ 255 55 00. თუ დაგაზარალად სურსათმა, რომელსაც მოიხმართ და გსურთ ზიანის ანაზღაურება. დაგვიკავშირდით 225-39-42 ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. გაიგე რა სჭამ. ინიციატივას მხარს უჭერს ევროკავშირი და შვედეთის მთავრობა. სიახლე რიკო კრედიტში. იპოთეკური სესხები 1.5%, ლომბარდი 1.5%. რიკო კრედიტი. მაქტიკომი მთელ საქართველოში უწყვეტ ინტერნეტ კავშირს გთავაზობთ. ყველაზე ვრცელი და საიმედო ქსელი მაქტიკომისგან. იგრძენი ხარისხის უპირატესობა. Liberty Bank-ი გთავაზობთ ყველაზე ხელსაყრელ და თქვენზე მორგებულ სესხებს. მიკროსესხი, აგროსესხი, მცირე სესხი და საკურორტო ბიზნეს სესხი. განავითარეთ თქვენი ბიზნესი ჩვენთან ერთად. Liberty Bank-ი ყველგან და ყველასთვის. 2015 წლიდან საქართველოს ანალოგურიდან ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადადის. რეფორმის პროცესში ეთნიკური უმცირესობების ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა ენაზე მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში გადანაწილდება. ციფრული ტელევიზია, სამყარო უკეთესი ხარისხით. საჩუქარი ვივუჟის ერთგულ მომხმარებლებს ონლაინ სესხის ლიდერი კომპანიისგან. იყავით ჩვენი ერთგული. მიიღეთ სესხი ვივუჟისგან და ისარგებლეთ მზარდი პასდაკლებით ყოველი მომდევნო სესხის პროცენტზე. ვივუჟი ფული თანამედროვე ხალხისთვის. გამოაცხეს გაპრულად გორენიეს გასქურაში. შეიძინეთ ელიტ ელექტრონიქსში გორენიეს გასქურა და მიიღეთ საჩუქრად პურის საცხობი, ხორცის საკეტი მანქანა, ორთქლსახარში, მიკროტალღური ღუმელი ან გამწოვი. Liberty Bank-ი გთავაზობთ სალომბარდე სესხს ყველაზე მაღალი შეფასებით და ყველაზე დაბალი საპროცენტო სარგებლით საქართველოში. ინფორმაციისთვის დარეგეთ 255 55 00. აქცია ფინკა ბანკში გაგრძელდა. თუ გაქვთ ბიზნესი, 31 მაისამდე გადმოიტანეთ სესხის 60,000 ლარამდე და ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობებით. სესხის დამტკიცების და გატანის საკომისიო 0%, 20,000 ლარამდე სესხი გაიცემა გირაოს გარეშე. ფინკა ბანკი იქ სადაც გჭირდებათ.
მეწარმეობის განვითარების სააგენტო რეგიონებში ახალ პროექტს ახორციელებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა. ვისაც გაქვთ მისწრაფება წამოიწყოთ ახალი ბიზნესი და ამით დაეხმაროთ საკუთარი რეგიონის განვითარებას, საშუალება გეძლევათ მიიღოთ შესაბამისი ცოდნა და დაფინანსება 5,000 ლარამდე. განაცხადები მიიღება 2015 წლის 18 მაისამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის მიაკითხეთ ადგილობრივ წარმომადგენლობას ან დარეკეთ ცხელ ხაზზე. განვითარებული რეგიონი ძლიერი ქვეყნის გარანტია. Liberty Bank გთავაზობთ ყველაზე ხელსაყრელ და თქვენზე მორგებულ სესხებს. მიკროსესხი, აგროსესხი, მცირე სესხი და საკურორტო ბიზნეს სესხი. განავითარეთ თქვენი ბიზნესი ჩვენთან ერთად. Liberty Bank ყველგან და ყველასთვის. გამოაცხეს გაპრულად გორენიეს გაზქურაში. შეიძინეთ ელიტ ელექტრონიქსში გორენიეს გაზქურა და მიიღეთ საჩუქრად პურის საცხობი, ხორცის საკეტი მანქანა, ორთქლსახარში, მიკროტალღური ღუმელი ან გამწოვი. საჩუქარი ვივუშჯის ერთგულ მომხმარებლებს ონლაინ სესხის ლიდერი კომპანიისგან. იყავით ჩვენი ერთგული. მიიღეთ სესხი ვივუშჯისგან და ისარგებლეთ მზარდი ფასდაკლებით ყოველი მომდევნო სესხის პროცენტზე. ჩვენ ისევ დაგიბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ახლა მეცნიერებიდან მინდა ისევ გადავინაცვლოთ ოჯახურ გარემოზე, იმიტომ რომ მე არ შემიძლია არ წარმოვაჩინო ნიკოლეიშვილებისა და ზივზივაძეების ოჯახი, იმიტომ რომ ასეთი რამ ხშირი არ არის, როდესაც ერთ ოჯახში 4 პროფესორია. და როდესაც ბატონი ავთანდილი და ქალბატონი მანანა შეთანხმდნენ იმაზე, რომ უნდა დაქორწინებულიყვნენ და ოჯახი შეექმნათ, ალბათ წარმოდგენაც არ ექნებოდათ იმაზე, როგორი შვილები ეყოლებოდათ და რა წარმატებებს მიაღწევდნენ ისინი. ქალბატონ მანანას უნდა გიამბოთ ერთი ისტორია იმის შესახებ, თუ რა რეაქცია ჰქონდა ბატონ ომარს მის ძმას, როდესაც გაიგო, რომ სასიძო ავთანდილი ნიკოლეიშვილი იყო პოეტი და თანაც ვანელი. აბა გისმენთ. ასე იყო, როდესაც ჩვენი ამბავი წყდებოდა, უკვე სერიოზული სახე მიიღო. მე უმამო ვიყავი, მამა არ მყავდა და ოჯახის უფროსი და მამაკაცი, ჩემი ძმა იყო, ჩემზე უფროსი ძმა, რომელიც იმხანად მოსკოვში ასპირანტურაში სწავლობდა. დედა ურეკავს და ეუბნება, იცი ომარიო, მანანაო ერთ ძალიან კარგ ყმაწვილს მოსწონსო. პოეტი ბიჭი არისო, ჭკვიანიო, წარმატებულიო, ვანიდან არისო. რაო? იყვირა იქედან ომარი. პოეტიო, პოეტი და ისიც ვანელიო? მე ისე მიკვეთს, ქალბატონო თამილა არ ჩამომიყვანო, დაგწყვიტავთო, მაგრამ ისე წესით ასე არ უნდა ეთქვა, იმიტომ რომ გიჟდებოდა გალაქტიონზე და დღესაც გიჟდება და მისი კუმირი არის და ვანელი და პოეტი ხო და რატო ეწყინა ასე ძალიან არ ვიცი. ესე იგი მაგრამ შემდეგ როდესაც ჩვენ საქორწილო მოგზაურობაში მოსკოვში წავედით, იქ მასმინძლობა სწორედ ჩემმა ძმამ გაგვიწია არაჩვეულებრივი არნახული ამათი პირველი შეხვედრა დღემდე მახსოვს, მართლაც დაუვიწყარი იყო. ჩემი ძმა საოცრად ისიც ენერგეტიკოსი და ტექნიკური სფეროს წარმომადგენელია, მაგრამ საოცრად მოყვარული და მეუღლეც პროფესორი. ასე რომ სულ პროფესორებია ერთგული. და მე ისა როგორ თითქოს საღამო ჩატარდა პოეზიის უამრავი ლექსები, ქართველი პოეტები, რუსი პოეტები, შემდეგ გიტარა აიღო, დაამღერა და მოკლედ მოხიბლული დარჩნენ ერთმანეთით და დღემდე მოვდივართ ასე ტკბილად, კარგად და ყველაფერი ისე დამთავრდა, რომ პირველი სიხარული ოჯახში რა განცდა გქონდათ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, როდესაც გაჩნდა პირველი შვილი? რასაკვირველია, ეს წარმოუდგენელი ბედნიერება არის, აი იშვიათად მეგულება ჩემს ირგვლივ ადამიანი ავთოსნაირი მამა იყო ეს. ეს წარმოუდგენელი სიხარული იყო, პირველი შვილი, პირველი ქალიშვილი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები ვიყავით და არც ეკონომიურად ახლა არ გვიჭირდა, მაგრამ ის ყოფადა, დღევანდელი ყოფა ნამდვილად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ძნელი იყო მაშინ ბავშვების აღზრდა, არ ჰქონდა ეგრეთ წოდებული პამპერსები, არ იყო ის პირობები, მაგრამ მე მოხდა ისე, რომ მე ძალიან დიდი დისკვალიფიკაციაც განვიცადე იმის გამო, რომ
მთელი 10 წლის განმავლობაში ვიჯექი ოჯახში და ზრდიდი შვილებს არანაირი არც სამსახური მქონდა არა და დედამისი პრეზიდენტი კი დამიბარა. სხვაობა ოტიკოს და 5 წელი. 5 წელი არის სხვაობა. ამ 5 წლის განმავლობაში 5 წელი კი არა, მე 10 წელი არ მიმუშავია, 10 წელზე მეტი. იმიტომ ერთი ცოტა ხნით მუშაობდი მუსიკის მასწავლებლად, მე მუსიკალური განათლება მაქვს მიღებული და 12 წლის პედაგოგიური სტაჟი მაქვს მუსიკის მასწავლებლობის და ვამაყობდი და ვიცინოდი ვამბობდი მუსიკოსებში ყველაზე კარგი მათემატიკოსი ვარ და მათემატიკოსებში ყველაზე კარგი მუსიკოსი თქო. 12 წლის სტაჟი მქონდა, მაგრამ შემდეგ ამ ოჯახური მდგომარეობის გამო, ის გამო რომ ამ ბავშვებს ოჯახში დედა ჭირდებოდა მით უმეტეს მერე ოტიკოს, რომ მე თითქმის 10 წელზე მეტიც კი ვიჯექი ოჯახში არ მუშაობდი და შემდეგ ყველაფერი დავიწყე ნულიდან. ყველაფერი თავიდან გავიხსენე, ვიჯექი, სწავლობდი, მუშაობდი და მიაღწიეთ იმას, რომ დღეს რაღაცას ეს ავთოს დახმარებით და გვერდით დგომით და მონდომებით. ბატონო თანდი, როგორ მიხვედით იმ აზრამდე და როგორ დაეთანხმეთ სოფიკოს, რომ წასულიყო ამერიკაში სასწავლებლად? კი არ დავეთანხმე, უბრალოდ ეს ჩემი ინიციატივა იყო. ინიციატივა იყო იმიტომ, რომ ჩვენი ინიციატივა იყო იმიტომ, რომ თუ ჩვენ ჩაკეტილ სივრცეში ვიქნებით და ამას ყველას ვეუბნები მე ყველა ჩვენ თანამოქალაქეს, ესე იგი საჭიროა აუცილებელია ოღონდ შენს ეროვნულ ფესვებს, ეროვნულ წიაღს არ უნდა მოწდა, თორემ განათლება რაც შეიძლება ვთქვათ ფართო უნდა იყოს, მასშტაბური უნდა იყოს და არ უნდა იყოს მიჯაჭვული რომელიმე ერთ ადგილს. და როცა გაჩნდა ამის შესაძლებლობა, ესე იგი 1996 წელს ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება მისურის უნივერსიტეტთან, ეს არის ამერიკის რექტორი ვიყავი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ძალიან აღიარებული უნივერსიტეტი გახლავთ და ამ უნივერსიტეტსა და ტექნიკური უნივერსიტეტი ცალკე იყო მაშინ ბატონი არჩილ კოსტავა გახლავთ რექტორი და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ის, რომ ესე იგი უნდა მომხდარიყო სტუდენტების გაცვლა. ის მხარე, ამერიკული მხარე, ორ-ორი სტუდენტი მიდიოდა ჩვენი უნივერსიტეტებიდან და აფინანსებდა თავიდან ბოლომდე მის სწავლებას. ბატონი თემურ შაშიაშვილი იყო მაშინ გუბერნატორი და ის აქტიურ როლს ასრულებდა ამ ურთიერთობების დამყარების საქმეში და ესე იგი საკონკურსო წესით ხდებოდა შერჩევა, ვინ უნდა წასულიყო აი ამ სტუდენტებისა. ყოველწლიურად ახლა ორ-ორი კაცის გაგზავნა და ერთი სტუდენტის სწავლება, თვითონ სწავლა ამ უნივერსიტეტში ხდებოდა $20,000-ზე მეტი. და იხდიდა ქართული არა, თვითონ ის უნივერსიტეტი აფინანსებდა ამერიკელი სტუდენტების არა, ამერიკელები ახლა როგორც ჩამოვიდოდნენ აქ ენობრივი ბარიერის სხვა მაშინ ფაქტურად ეს გაცვლა არ ყოფილა. გაცვლა არ იყო, უბრალოდ თანამშრომლობა იყო აი ესეთი და ძალიან დიდი დახმარება ესა. და მაშინ აი ამ პროგრამაში მოხდა სოფიკო, წავიდა, იქ დაამთავრა ბაკალავრიატი, მერე დაამთავრა მაგისტრატურა, იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, დოქტორანტურა დაამთავრა და სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. იქვე გაიცნო თავისი მომავალი და გაგიხდა ესპანელების ბრძანა. პირველი შვილიც იქ შეეძინათ. იქ ხო, იქ მუშაობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და მერე გადმოვიდნენ მადრიდში, ესპანეთში და ახლა მადრიდის უნივერსიტეტში. ეს იყო ინიციატივა, მაგრამ ახლა დედა და მამა როგორ შეგუა იმ აგრესს? მაშინ არ იყო ინტერნეტი, არ იყო მაშინ ეს ელექტრონული პოსტა, დაკავშირება პრობლემა იყო მახსოვს ახლა იქიდან რომ გამოვაგზავნი და ფაქსი იგზავნებოდა და პოსტაში მოდიოდა და აი პოსტაში ესე იგი მოსული წერილების მეშვეობით ვამყარებდით კავშირს და მე ნელ-ნელა სიძეს თუ იცნობდით პოსტაში მოსული წერილები რომ აგზავნიდა სოფიკო ფაქსებს და მომწერა რომ დედა ასე გავიცანი ახალგაზრდა ასეა ისეა ესა პოსტის თანამშრომლებმა ზეპირად იცოდნენ ეს წერილები ეს ყველაფერი მე რამდენჯერმე მომიწია ჩასვლა ამერიკაში აი უნივერსიტეტში ახლა ჩვენ პარტნიორ უნივერსიტეტში და ერთ-ერთი ჩასვლის დროს გავიცანით ერთმანეთი ძალიან კარგი სტაბილიზება მოახდინა თვითონ ის ძალიან კარგი ახალგაზრდა კაცია, კარგი სპეციალისტი ინტერნეტის ძალიან მისი მშობლებიც უნივერსიტეტში მუშაობენ, პროფესორები არიან მადრიდის უნივერსიტეტში. მანამდე ამერიკის ჩემი სიძე ამერიკაში არის დაბადებული, ამერიკის მოქალაქე გახდა. იქ დაიბადა და მე დაბრუნდნენ მშობლები. მაგრამ ახლა ცხოვრობენ ესპანეთში. ახლა ცხოვრობენ ესპანეთში. ყავთ ორი შვილი. ყავთ ორი შვილი კი.
ხშირად ჩამოდიან. კი, ყოველ ზაფხულში და ბავშვებმაც ქართული იციან. განსაკუთრებით ბიჭმა განსაკუთრებით. ცოტა უჭირს, მაგრამ როგორც აქ ჩამოდგამს ფეხს და ზაფხულს აქ გაატარებს, უკვე აქედან კარგად მიდის. კარგად დამართულად ლაპარაკობს. ახლა ოტიკოზე გადავინაცვლოთ, ოტიკომ ისტორიული დაამთავრა. ოტიკომ დაამთავრა ჩვენთან უნივერსიტეტი ისტორიის სპეციალობით. და თავიდანვე გამოირჩეოდა იმით, რომ ეს ეროვნული ინტერესები ქონდა გამოკვეთილად და ესე იგი აი ამ მიმართულებით გადაწყვიტა არჩევანი მან გააკეთა რა თქმა უნდა ისტორიკოსი ესე იგი მე ნახევრად ისტორიკოსი და ის მხარე გააგრძელა ესა და დაამთავრა ეს ჩვენი უნივერსიტეტი, მერე დაამთავრა ასპირანტურა და ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც დაიცვა დისერტაცია სერგეი მესედა. ახლა ისე ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა დაიცვა დისერტაცია და თანაც ახლა როგორც შესახედავად ახალგაზრდა მეტი თავის ასაკთან შედარებით კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდა ხო და მისი ალექსანდრე ბენდიანიშვილი პროფესორი გახლა და გახდა საზოგადოებრივ გარდაიცვალა ცნობილი მეცნიერი არის და ერთ-ერთი ოპონენტი იყო ის და რომ მიუტანეს ახლა ეს დისერტაცია თვითონ რომ მივიდა უთხრა შენო ჯერ ბავშვი ხარო და როდის დაიწყე ესა ხო ქალბატონმა დოდო ჭუმურიძემ უთხრა ისიც ახლა აი თვითონ ახლა ისტორიის ინსტიტუტში იყო და ბავშვობიდან აკვირიდან დაიწყო ბატონო ალექსანდრეც რა მაგრამ ისე არ ეთყობა ვასაკიო თვითონ ისე თორე უფრო მეტის არის დაიცვა წარმატებით ეს დისერტაცია და ახლა ჩვენთან უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორი გახდა. ძალიც უნივერსიტეტში მუშაობს და იქ გაიცნეს ერთმანეთი. იქ გაიცნეს ერთმანეთი და ყავს აქ ორი შვილი, ერთი ალტამილიკოლეიშვილი და მეორე ნია არის პატარა გოგონა და მათ ბედნიერები რომ ასეთ ოჯახურ გარემოში ვიძეს. რა თქმა უნდა, ძალიან დამღლელია მანანასთვის ეს ოჯახური გარემო და ხშირად ვისმენ ხოლმე მაგისგან უნივერსიტეტში. ძნელია მიჭირს ესა ისა, მაგრამ მაინც ოჯახათარი და ეს არის სწორედ ბედნიერება და მე ანონსიც გქონდა ნათქვამი აი ოჯახური სავანე ბედნიერების წყარო სადაც არ უნდა წახვიდე რაც არ უნდა გააკეთო ბოლოს მაინც ოჯახში მიდიხარ იმიტომ რომ იქ გელოდება დიდი ბედნიერება და გელოდება დიდი ბედნიერება ერთი მოფერება შვილიშვილისა და უკვე ყველაფერი გავიწყდება და აღლილობაც და საზრუნავი. რასაც უნდა იმას გამაკეთებინებს. მანიპულირებს ჩემით. პატარა ავთანდილიკოლეიშვილი. ყველა ჩემით განმე ძალიან. აი როცა ერთმანეთს ხვდებიან, ახლა ეს გოგონა პატარაა ჯერ, მაგრამ ავთანდილი და სოფოს შვილები როცა ერთად არიან, აი როგორ ამყარებენ ერთმანეთთან ურთიერთობას. საოცარი სიყვარული აქვს ერთმანეთის. მონატრებას და საოცარი სიყვარული. ხო. ესე იგი ეს ჩემი სეხნია პატარა ავთანდილიკოლეიშვილი, ესე იგი ძალიან დაუფლებული არის ამ კომპიუტერულ და თანამედროვე ტექნოლოგიებს. 4 წელს. მესიჯებს უზამის იქიდან სოფიკოს ხო მის იცის ესა კითხვა თავისუფლად კითხულობს და შეუძლია აკრიბოს ესე მესიჯი გააგზავნოს ხო და აი ვაიბერით მამიდასაც უგზავნის აქ გადაიღებს სურათებს დაუდებს ვაიბერზე იქ საბას მიწერს საბარაშვები როგორ ახარ ან დაელაპარაკება და აქვთ ესეთი კონტაქტები ძალიან და უყვართ ერთმანეთი კი ძალიან კარგი. ნუ ყველაფერს თავისი დრო აქვს, ჩვენი გადაცემაც თანდათან მილევისკენ მიდის და მე არ შემიძლია ან დაგიშვათ ის ორი ტრადიციული კითხვა, რომელსაც ყველას სტუმარს უსვამ. რა თქმა უნდა, ამერც საათში მე ვერ მოვახერხე წარმომეჩინა ყველაფერი თქვენი ოჯახის შესახებ, მაგრამ მე მგონი რაც ვთქვით, ისიც საკმარისია იმისათვის, რომ ვინც არ გიცნობდათ აქამდე გაგიცნოთ. მაყურებელი ძალიან ბევრი ყავს და ასე რომ ფართო საზოგადოებისთვის უკვე ნაცნობი სახეები ხართ. ვატნავთანდილ თქვენ ვანის შემდეგ ქუთაისი ყველაზე მეტად გიყვართ. რა თქმა უნდა, გასაგებია. მანანა თავისთავად ქუთაისელია და მგონი სხვა ქალაქში ცხოვრებაზე არც უფიქრია. აი მე მაინტერესებს თქვენ როგორ გესახებათ ქუთაისის მომავალი. როგორია ეს ყველამ ვიცით. აი თქვენ რომ გიფიქრიათ როგორც მეცნიერს, როგორც ქუთაისელს, როგორც პიროვნებას, რომელსაც გული შეტკივა ამ ქალაქზე, როგორ გესახებათ მისი მომავალი?
მისი მომავალი უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს დაკავშირებული იმ დიდი შემოქმედებითი და კულტურული ტრადიციების აღდგენასთან, რომელიც ქუთაისს ჰქონდა. ქუთაისი თავისი ადგილით, თავისი როლით ისტორიულად ყოველთვის იყო გამორჩეული. ბურჯი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩვენი ქვეყნის წარსული დიდება. მამაქალაქი. რა თქმა უნდა, დაკავშირებული იყო ყოველთვის ქუთაისთან. და მე ვისურვებ იმას, რომ ქუთაისის მომავალი ყოფილიყოს სწორედ ამ დიდი მისიის, ამ დიდი ტრადიციის აღდგენისაკენ მიმართული. არის საამისო მცდელობა, მაგრამ ჯერჯერობით ეს მცდელობა მაინც ისე წარმატებული არ არის, როგორც ჩვენ გვინდა და ალბათ ამასთან დაკავშირებით დიდი დისკუსიები, დიდი ესენია გასამართი საუბრები არის და ამას ვერც ერთი პიროვნება ვერ გადაწყვეტს, რა უნდა იყოს, როგორ უყურს ერთ პიროვნებად. ამაზე საჭირო არის ერთიანი საზოგადოებრივი აზრი შეიქმნას და რაც თავარია, საჭირო არის სახელისუფლებო ნება. ხელისუფლებას ქუთაისი და ქუთაისის განვითარების თქვათ პერსპექტივა როგორი უნდა იყოს, მარტო აქ როცა ჩამოვალ და შეხვედრები გაიმართება, აი სიტყვის მასალად და მოვალეობის მოხდის მიზნით არ უნდა გაახსენდეს. ამაზე არის სერიოზული საფიქრალი, ამაზე არის სერიოზული თქვათ პერსპექტივები მოსაძებნი და მე იმედი მაქვს, რომ ქუთაისი აი ამ ადგილს იპოვის და დაიმკვიდრებს სამომავლოდ. ბევრი საუბრობს იმის შესახებ, რომ აი საუნივერსიტეტო ქალაქი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში აშენდეს, ზოგ საპარლამენტო ქალაქი უნდა იყოს, არც ერთ და არც მეორეს მე მგონი ახდენა კარგახანს არ უწერია, იმიტომ რომ უნივერსიტეტი ჩვენ გვაქვს ისედაც სამი უნივერსიტეტია გაერთიანებული და არც სტუდენტი გვაკლია და არც მასწავლებელი. მე ნაკლებად მესახება შესაძლებლად ის, რომ ვინმე მოისურვოს თბილისიდან ქუთაისში გადმოსახლება. რაც შეეხება საპარლამენტო ქალაქს, ამაზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა და არსებობს დღემდე და ალბათ გადაიტანებენ ჩვენს პარლამენტს სამწუხაროდ გადაიტანენ. ჩვენი აზრი და პოზიცია ამასთან დაკავშირებით არაერთგზის გამოგვიხატებია და მე უსაზღვროდ მწყდება გული იმაზე, რომ აი ბევრმა ქუთაისელმა ვერ გაიგო პარლამენტის მნიშვნელობა. რა მომიტანა პარლამენტმა? ძალიან ბევრ რამეს მოიტანდა და პირველი აი რაშიც შევამჩნიე, რომ განცხადება იმის შესახებ, რომ პარლამენტი ქუთაისიდან გადავიდოდა, ყველაზე მეტად იმოქმედა ტურისტულ გარემოზე. მე მაგალითად ტურისტებს ვეღარ ვხედავ. ესე იგი, როგორც კი გაიგეს, რომ ქუთაისი აღარ არის საპარლამენტო ქალაქი, ინტერესიც დაიკარგა. ასე რომ ტურიზმი ვერ შეძლებს ამ ქალაქის რჩენას და რაც თავი ადამიანების შენარჩუნებას. გადინების პროცენტი არის ძალიან მაღალი და თუ რაღაც ხონე ჩვენც არ ვეხმარეთ ხელისუფლებასთან. მარტო სულვილი არაფერს არ იზრავს, თუ ეკონომიკური საფუძველი არ ექნა ქალაქის განვითარებას. და თუ ადამიანები არ დასაქმდა. თქვენ ქალბატონებმა რა აზრი გაქვთ ამაზე? აი ზუსტად მხოლოდ პარლამენტის შენობების ქუთაისში ყოფნა, ან თუნდაც პარლამენტარების ყოფნა, ეს მხოლოდ ეს არაფერი არ არის. აუცილებელი არის განვითარებული ქუთაისში ინფრასტრუქტურა, რომელიც თანახლავდა ეს ყველა უნდა განვითარებული იყო და ეს რაღაც ალბათ თავიდანვე იყო ჩადებული ისე რომ აი რაღაც სათქმელად ყოფილიყო რომ აი არის ქუთაისში პარლამენტი, იმიტომ რომ აღარ გამოჩნდა არანაირი პერსპექტივა. ეს სულ ლაპარაკი იყო დახურვაზე, უკან წაღებაზე და არა დაგვირდნენ რომ ფუნქციას მოუნახავთ შენობას. არა, ეხა მარტო შენობას არა, შენობას კი არ გვინდოდა. რა საკუთარ ქალაქს უნდა ქონდეს. ეს ინფრასტრუქტურა განვითარდებოდა, ეს ქალაქ ძალიან დიდ პერსპექტივების, განვითარების დიდ პერსპექტივებს მისცემდა და რაღაც აღორძინდებოდა, უფრო მეტად უკეთესად იქნებოდა საქმე. ჩვენც ახლა უნივერსიტეტებში მუშაობთ იმისათვის, რომ ეს ახალგაზრდები აღიზარდონ, რაღაც ქვეყანას გამოადგენენ, ქალაქს გამოადგენენ, თორემ მაგრამ თუ ეს ქალაქში ყველაფერი ჩაკვდა და ყველა წავიდა ამ ქალაქიდან, ჩვენ ვისთვის ვიღწვით რას ვაკეთებთ? სხვათა შორის მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვინც მიუხედავად სოციალური ფონისა, მიუხედავად გაჭირვებისა, მაინც რჩება ამ ქალაქში და არ ღალატობს. ასე რომ ახლა აქ ასეთ სამი ადამიანი ვხედავთ,
ვისაც ძალიან გვიყვარს ეს ქალაქი და არ გვიფიქრია მისი აი დატოვება. თუ დაუკვირდებით, აი ესა სატელევიზიო სივრცეშიდაც, როდესაც ქუთაისიდან რეპორტაჟები მიმდინარეობს ან ვიღაცას რაღაცას, აი ყოველთვის დააკნინებულად და ამცირებულად წარმოჩნდება ხოლმე ქუთაისი თითქოს. ეს არის ინტელექტო ქალაქი. ეს არის ინტელექტო. სამაგიეროდ მე ჩემს ბუხართან მომყავს ყველა ჭკვიანი და პროფესორი და აკადემიკოსი. ეს ძალიან ცუდი არის. და მინდა დაინახოს ბევრმა, რომ ქუთაისის საქმე ასე არ არის. ასე არ არის. ნამდვილად ქუთაისს აქვს ის რესურსი, ინტელექტუალური რესურსი. თბილისის ავსეა კარგი ქუთაისი. კარგი ქუთაისლებით. ახლა მიუხედავად ამისა, ამ გადინებისა, ქუთაისს მაინც აქვს ის დიდი რესურსი, რომ ქუთაისი იყოს ერთ-ერთი საინტერესო და განვითარებული ქალაქი, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ხელი შეწყობა ამისი არ ჩანს, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ აუცილებლად იქნება. ახლა ბოლო შეკითხვა. ახლა ბატონავთანთვის რო ვკითხო რა არის შენთვის ბუხარი თქო? მე მგონია გამცემს პასუხს. მაგრამ ანანასის რა არის ბუხარი? მე მცდი. როდის ნახე პირველად ბუხარი? ბუხარი როგორ არა, რა ვიცი, ხა მაგას ვერ დავაკონკრეტებ, როდის ნახე, მაგრამ ჩემთვის მე ძალიან რომანტიული ბუნების ქალი ვარ და არ შეიძლება რომ ბუხარი ჩემში კარგ ასოციაციებს არ იწვევდეს. იწვევს თუნდაც ის რომ ერთად თბილად ყუდროთ და დავსხდეთ, ვილაპარაკოთ, ეს ბუხრის სითბო ჩვენს გულებში ჩავიდეს, ჩაგვწდეს, ჩვენც ეს გულითადი საუბარში ჩაგვითრიოს და რაღაც სიმყუდროვის სასიამოვნო ურთიერთობის სიმბოლოა ჩემთვის ეს ბუხარი და თქვენი გადაცემაც არაჩვეულებრივი მოფიქრებულია ის ზუსტად ბუხართან ცეცხლი ფიქრიანიაო გალაქტიკას აქვს რა თქმა უნდა. თქვენ გისმენთ ახლა. მე ახლა ბუხარი საიდან და რაც მახსოვრობა მაქვს იქიდან მოყოლებული სოფელი და ბუხარი განუყოფელია. მეგოდი ბუხართან ერთმანეთს აგაგის რო აქვს, ხო გახსოვთ, გამხიარულდი ბუხარო, გულშათრობილი ნუხარო, სამთარი მიდის საფხული მოდის და რაღაც უხარო. საზუხარი ნუქოროდეს და ამ ბუხართან მოწვეულ ყველა სტუმარს ქალბატონო თამილა ისეთი რამე საუბროს, რაც დაკავშირებული იქნება ჩვენი ქვეყნის ძლიერებასთან, მის ბედნიერ მომავალთან, ადამიანურ ბედნიერებასთან და წარმატებებთან. ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში იმისათვის, რომ იყავით დღეს ჩემი სტუმრები, შემდეგ იმ შინაარსიანი საუბრისათვის, რომლითაც მე ვფიქრობ, მაყופილი დარჩა ჩვენი მაყურებელი და ზოგიერთი ისეთი ნიუანსი გაიცნო თქვენი ცხოვრებიდან, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის არ იყოს ცნობილი. მე მადლობა მინდა გადაუხადო მაყურებელს, რომელიც გვისმენდა და გვიყურებდა და მომავალ ხუთშაბათამდე დავიმშვიდობო იმ განცდით, რომ ისევ და ისევ შევძლებთ წარმოვაჩინო საუკეთესო ქუთაისური ოჯახები და ამით ხელი შეუწყოთ სახელმწიფოს ძლიერებას. ძლიერი ოჯახი, ძლიერი სახელმწიფოა და ახალგაზრდებს ნამდვილად ჭირდებათ მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს ქართული ტრადიციული ოჯახი. გემშვიდობებით მომავალ ხუთშაბათამდე.